საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია ისმის კარგად ხმა. მაინც ერთი რამოდენიმე წამით შევჩერდები, რომ დავინახო პირველი შემოსვლელი. ან კომენტარი დამიწერეთ. შეიძლება ინტერნეტი არ ვარ გადა, ნახოთ თუ ვინმე გამოჩნდება. ვინმე დამიწერეთ მეგობრებო კომენტარი და ძალიან საინტერესო საკითხებზე მინდა გესაუბროთ. არავინ არ ჩანს, ვერ ხედავ აბსოლუტურად. ვინმე თუ მხედავთ მეგობრებო, იქნებ, აი გამოჩნდა, რომ მე მგონი ისმის ხმა, ხო? კიდევ ერთხელ მეგობრებო, საღამო მშვიდობისა, ძალიან მიყვარხართ, პატივს ვცემთ. პოსტიც მედოდა, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ემიგრანტებს. რამოდენიმე მთხოვა, რომ მათი სახელი და გვარი არ თქვა, მაგრამ რა ვიცი, ჩვენს იმაში დარჩება ქველმოქმედებაში და დავიწყებას არ მიეცემა მათი ეს შემონაწირი. აი ამითი ჩვენ შევიძინეთ ხმის გამაძლიერებელი, ძალიან კარგი ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და ჩვენი შემდეგი შეკრება საინფორმაციო იქნება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდეს დღეს და თუ თბილისში რა ადგილზე და რომელ საათზე გავმართავთ, აუცილებლად შეგატყობინებთ რამდენიმე დღით ადრე. აქ აბსოლუტურად იქნება ყველა ის უმძიმესი საკითხები განხილული, ის უმძიმესი პრობლემები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის შექმნილი. და რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს ვთხოვთ, რომ მობრძანდნენ, შეიწუხონ თავი, ქვეყნის ბედი სასწორზეა და ყველამ აი ეს პასუხისგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ჩვენ გუშინ წინ ვიმყოფებოდით გაერთიანების 3 წევრი ჭიათურაში და ჩვენ თვალით ვიხილეთ იქ ის უმძიმესი მდგომარეობა. ჩემზე აბსოლუტურად დამთგუნველი იყო ის ყველაფერი, რაც მე ჩემი თვალით ნახე, იქ ის უსამართლობა და ყველაფერი. ახალგაზრდობაში ვარ ნამყოფი და ჭიათურაში აი ახლა მომიწია, მას შემდეგ მე აღარ ყოფილ ვარ რიგი მიზეზების გამო, ხან ემიგრაცია, ხან ის. ახალგაზრდობაში ვიყავი, რომ მაშინ, როდესაც იქ მიწის ძვრა მოხდა, ზვიად გამსახურდიას დავალებით, ბატონ ზვიად გამსახურდიას დავალებით, რომ რამდენიმე უსახკარო ოჯახი წამოგვეყანა და ძამას ხეობაში შემესახლებინა და რამდენიმე ოჯახი დავასახლეთ კიდევაც მრავალშვილიანი დროებით, რა თქმა უნდა. მათ შეეძლოთ იქ დაწარჩენილყვნენ, მაგრამ მაინც მშობლიური მხარე არჩიეს ბოლოს. თუმცა ყველა საშუალება ჰქონდათ მაშინ. და აი მას შემდეგ მე აღარ ყოფილ ვარ და ჩემზე რაღაცა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის რაღაცა წალკოტი მხარე, ულამაზესი ქალაქი და როგორი ამბავია, ფაქტიურად განადგურების პირას არის უკვე მისული, თუკი ის პროცესები, როგორც ახლა მიდის და რასაც უპირებენ, ასე განვითარდა, ჩათვალეთ, რომ მომაკვდავი ქალაქი იქნება ჭიათურა. ესე იგი, რომ აღარაფერი ვთქვათ ეგრეთ წოდებულ კომპანიაზე, რომელიც ყველაფერში აბსოლუტურად ატყუებს, ერთი სული აქვს, რომ ხელი მოუწერონ, ესე იგი ისეთი შედგენილი ხელშეკრულებებია, რომ თვითონ შრომელებმა საკუთარი სამარე გაითხარონ და ასე რომ ვთქვათ. ხო და
თუნდაც ის რომ 3600 შრომელი ერთბაშად ასე მასობრივად გაათავისუფლეს, თვითონ ხელისუფლებასაც აქვს აღებული ევროკავშირიდან ვალდებულება, რომ აი ესეთი მასობრივი განთავისუფლების შემთხვევაში მათ აქვთ უფლება 45 დღით ადრე მაინც უნდა შეატყობინონ როგორც ირკვევა და რა თქმა უნდა კომპენსაციებიც უნდა აუნაზღაურონ, თუმცა არაფერი მსგავსი იქ არ ხდება, პირიქით დასცინიან, მონებართვლიან ამ უაღრესად საოცარ ხალხს, მე ასეთი ახალგაზრდები, ასეთი განათლებული მშრომელი და თავშეკავებულების დილობიანები მიუხედავად იმისა ამხელა უმძიმესი ზეწოლას განიცდიან ყველანაირად, მე არსად არ მინახია და არ შევხედრია. და იქ მიდის ვიღაცა პაატა მოდებაძე თავხედი, ის სოცკის მოადგილეა თუ ვინ არის, საერთოდ მე ერთ რამეს ვიტყოდი, ამაზე სხვანაირი ზეგავლენები უნდა მოვახდინოთ. აი ეს პაატა მოდებაძე, მეგობრებო, ვისაც შეგიძლიათ ქსეროგზე ჩამოვეცოთ მისი სახელი და გვარი, ყველა უბანში, ყველა იმაზე, ყველა ქალაქში, ყველგან უნდა გააკრათ, აი ასეთ წარწერით, საქართველოს მოღალატე, პაატა მოდებაძე. და ასეთი ხალხი საქართველოში სულ მალე, ძალიან მალე მოვა იმის დრო, რომ უმკაცრესად გასამართლებელია, თუ აქედან ვერ გაასწრებენ ისინი. უმკაცრესად, ძალიან ბევრ შეიძლება ეპატიოს ადამიანურად, მაგრამ აი ასეთი ცინიკოსი, რომელიც აი ამ შრომელ ხალხს დასცინის, ხალხი, რომელიც აი ესე იგი ორი თვია აქცია კარვებში არიან, 2 კვირა შიმშილობენ, აი ეს ირაკლი ჯიქიძე, რომელიც იქ ჩვენთან საუბრობდა იქ, როდესაც ჩასულები ვიყავით, ახალგაზრდა ბიჭი, პირველი 3 დღე უწყლოდ შიმშილობდა. დღეს უკვე მე-15 დღეა რომ შიმშილობს. 2 ცუდად გახდა, უკვე სამათყოფოში გადაიყვანეს. რის გულისთვის მოითხოვონ, რომ მთავრობიდან მაღალი ვინმე წარმომადგენელი შორის განსაკუთრებით ის არის მოთხოვნა არის პრემიერზე. არ ეკადრება? და ესე იგი იმ იმდეხას უნდა იშიმშილოს ადამიანებმა, ახალგაზრდებმა, რომ ესე იგი მომაკვდავ სიტუაციაში ჩავარდეს და ყურიც არ შეიბერტყოს არავინ, ეს არის მთავრობა? ვინ არის? ვინ ხარ თქვენ, ბატონო ირაკლი, რომ ამხელა თავხედობას იჩენთ და ესე იგი ბოდიში და ფეხებზე იყიდებთ ამ შრომელ ხალხს? ვინ ხარ საერთოდ? თქვენ ხარ დაქირავებული, რომ თქვენ უნდა მოგვემსახუროთ ხალხს. რატომ თქვენი შვილი რომ იყოს ეხლა და მე-15 დღეში იმშილობდეს, არ ჩახვიდოდით იქ? გეკითხებით, ან იმ ბავშვებს, იმ ბიჭებს, ახალგაზრდა ბიჭებს რომ რამე დაემართოთ. თქვენ ვინმე რა ერი გაპატიებთ ამას, სად გაასწრებთ ამ ხალხს მერე? ძალიან დიდ ცეცხლს ეთამაშებით რა, იცოდეთ, ძალიან დიდ ცეცხლს. და მე მგონი გადაყვებით ამ ამბავს თუ დროზე არ მოაგვარებთ. ძალიან სწორედ დასვა საკითხი იქ, გავანებოთ ყველაფერს, წარმოებას თავი და ყველაფერს სწორად დასვა საკითხი იქ ბატონ დებურ გიორგელიძემ. ზეპირად იცის მართლაც ყველა შახტი და ყველაფერი რაც იქ ხდება. სულ გავანებოთ ყველაფერს წარმოებას თავი. თუ კი 3600 ადამიანი გაანთავისუფლებთ ამ რეგიონში, თუ კი ეს შემოსავალი ხალხს აღარ ექნება, იქ 100 მასწავლებელი თუ 300 მასწავლებელი და საკრებულოს რამდენიმე ადამიანი არჩევს რაიონს, ეს ხო მკვდარი იქნება, ხო ქალაქი ხო განადგურდება. მე ნახეთ გადათხრები და გადმოთხრები, ეს გაქვთ ხო გეგმაში. და რას უპირებს ხელისუფლება აი ამისთანაც წალკოts? რატომ არაფერს არ იღებს, აი რატო არ იღებს ზომებს? სად არის აი ტელევიზიები, ვითომ კარგი ნაცები რომ სადისტები და ფაშისტები არიან, ნამდვილად ვიცი და ჩემზე მეტი ბევრს არ ულაპარაკია, მაგრამ ნაცების შიში საერთოდ არ აქვს რომ ეგენის კიდევ წამოყოფენ თავს. ეგ არ დამთავრებული ამბავია უკვე. ეხლა გადაასულები ვარ აი ამ ქოცერზე. გეკითხებით ბატონებო, აი რას უპირებთ ქალაქს, უნდა განადგურდეს, უნდა მოკვდეს ქალაქი? სად არის ის თქვენი ტელევიზიები, იმედი, ვითომ რომ ხალხზე ზრუნავთ, ვითომ რომ საქართველოზე ზრუნავთ? შეიძლება ერთბაშად ესე იგი ყველა მყური მოიყრუოს, რომ ბიჭები
ორ კვირაზე მეტია უკვე მესამე კვირა დაიწყო შიმშილობენ და არც ტელევიზიამ გააშუქოს და არც მთავრობის არცერთმა წევრმა არ იკადროს და არ ჩავიდეს გუში კარგად ატანტალებდა ყველა ტელევიზია იქ ევროპის დღე იყო ევროპის ზეიმი იყო იქ ევროპული დღის ვაი ამათ პატრონს რა არ ვიცი ძალიან ცუდად არის მეგობრებო საქმე ამათთან უკვე ძალიან დიდი ნერვები გვჭირდება ჩვენ ძალიან აი კოლოსალური მობილიზება გვჭირდება იმისა რომ როგორმე შევიკავოთ ნერვები რომ ესე ყველანაირად ცდილობენ გამოიწვიონ ბიჭები რომ რაღაცა ჩაიდინონ და ახლა რასაც ეს პაატა მოდებაძე აკეთებდა იქ მე გამიკვირდა რომ კიდევ როგორ შეიკავეს ამ ბიჭებმა თავი მაგრამ მეტისმეტად აი რაღაც სასწაული ახალგაზრდები არიან რომ როგორ ყველაფერს იმაშო იტანენ რომ აი ეს დიდი მისია რაც აკისრიათ მათ ბოლომდე მიიყვანონ თორემ ამას არ ვიცი მე აი არავინ არ აპატიებს ქართველი კაცი ამას როგორ უნდა აპატიობდეს ესეთ უნამუსობას და ესეთ ცინიკოსობას რა რასაც იქ ეს პაატა მოდებაძეს ჩადიოდა და ამ დროს ესე იგი არ ვიცი მე ესენ როგორი ესეთი ხალხი საიდან მოდის აი ამ კომპანიებში და ხელისუფლება ასეთი მეებში ტენდერებში როგორ ამარჯვებინებს ამ თაღლითებს ის კოლომოისტი იყო თაღლითია ხო დაჭერილია უკრაინაში ეს შოც კი არის და მე არ ვიცი არც ერთი მეფეს არ უცხოვრია ალბათ ეგეთ სასახლეში იქ რო სასახლეებს იშენებს უკვე ტყიბულში და მე როგორ ცხოვრობს იცით უკვე ბევრი ნახავდა ალბათ ხო ვის ხარჯზე ცხოვრობს ქართველი ხალხის ჯაფის ხარჯზე მონურად რო ამუშავებს ამოდენა ხალხს მეგობრებო ეს არის ანტიადამიანური ანტიხალხური ანტიეროვნული ქმედებები არ ვიცი ეს უნდა დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი მეგობრებო უნდა დასრულდეს ჩვენ უნდა დავდგეთ ყველანი ერთად ქართველები რომ აი ეს ჯოჯოხეთი უნდა დავასრულოთ რა და ხელისუფლებას აი გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაათავისუფლეთ დაკავებული ის შრომელი ბიჭები ის 4 ბიჭი რომელიც უკანონოდ ყავთ დაპატიმრებული უსამართლოდ ყავთ დაპატიმრებული იძულებული გახადეთ ყველაფერი წაართვით სამუშაო წაართვით უსამართლოდ სულ ყველაფერი წაართვით და ბოლოს შეურაცხყოფაც მიაყენეთ და ღირსებას ვერ უღალატეს ბიჭებმა და 1-2 შემოსხეს პარლამენტში გაგიდით თაქათუქი არავინ არ დაგიჭერია და ამ შრომელ ბიჭებს ამ მაღაროველებს რატომ იჭერთ დროგა ჩართული იცოდეთ რა ფეხზე დადგება თელი საქართველო იცოდეთ თელი საქართველო დავდგებით ფეხზე და აღარაფერს აღარ გაპატიებთ რა ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ აი ამ ბიჭებთან დღე და ღამე ერთად ვიქნებით ერთი უბრალო პატარა რაღაცა ღმერთმა არაქნას მოხდეს ხო ცეცხლს ეთამაშებით დასრულდება თქვენი ამბავი აღარასოდეს აღარ დასრულდება პროტესტი სანამ არ იქნებით გადაყედებულები მერე არ ვიცი მეგობრებო აბსოლუტურად ესე იგი ამათან არაფერზე აღარ შეიძლება საუბარი ფონდია და ფონდზეც ხომ გესაუბრებოდით ხო ვადები ამოიწურა ჩვენ ჩავთეთ ახლა შესანიშნავი იურისტია კახაკუკავა ჩავთეთ მოსთხოვა დაურეკა ორჯერ თუ სამჯერ ესაუბრა და კონტროლის სამსახური იკვლევს ესე იგი მოგცეს თუ არა უფლება იუსტიციის სახლში რომ ეს ყოველგვარი აი ყველაფერი რომ ზუსტად დავწერეთ ყველაფერი უნასკენით ჩავაბარეთ თანხა გადაუხადეთ სულ ყველაფერი აბსოლუტურად უსამართლოდ არ გვიმტკიცებენ ფონდს და ეხლა უქმე დღეები აქვს ორ შაბათის ჩათვლით უქმე დღეები აქვს და სამშაბათს უკვე კახამ შემპირდა რომ შეიტანს საჩივარს აი ასეთი მძიმე მდგომარეობაა მეგობრებო აბსოლუტურად უსამართლობა არის ქვეყანაში ყველა სფეროში და მე მოგიწოდებ კიდევ ერთხელ მეგობრებო ეხლა არის ბრძოლის დრო ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენ უკვე ვაკეთებთ უკვე ამ გაერთიანების გამგეობას და ეხლა მინდა რამოდენიმე ადამიანი გამოვაცხადოთ ძალიან ღირსეული ადამიანი გვეყოლება ყველგან ემიგრაციას უხელმძღვანელებს ბატონ ერმილე ნებსაძე ქუთაის უხელმძღვანელებს შესანიშნავი პატრიოტი ადამიანი რომელსაც
აქვს ძალიან დიდი პატივისცემა ქუთაისის რეგიონში, ქალაქში, ბატონი გია ბახტაძე, ხობში იქნება ბატონი ლევან ხოფერია, რომელიც არის ძალიან შესანიშნავი ახალგაზრდა კაცი, კულტურის სფეროში მუშაობს და ის ხელმძღვანელობს ხოლმე ზვიად გამსახურდიას მუზეუმს და 31 მარტის საზეიმო შეკრებებს იქ. ყველას დავასახელებ თანდათან, აქ იქნება უშესანიშნავესი ხალხი. ეხლა ბათუმში დადგინდება, მალე ჩვენ ყველგან ჩავალთ. ყველგან იქნება ძალიან დიდი გაერთიანებები, აი ამ გაერთიანების ნაწილები და ყველა დიდი ქალაქის ხელმძღვანელები იქნებიან აი აქ ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენასარწმუნოების გამგეობაში და ჩვენ ერთად გადავწყვიტავთ ხოლმე ეს შესანიშნავი მცოდნე ხალხი ყველა პრობლემურ საკითხს. ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ არის პარტია, ეს არის ფაქტიურად ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და იცოდეთ, რომ ეს არის ისეთი ბრძოლა, მეგობრებო, რომ შეგვიძლია ჩვენ ქვეყანას მოუტანოთ ისეთი გამარჯვება, რომელიც ისტორიაში შევა, საქართველოს ისტორიაში შევა ოქროს ასოებით. ჩვენ გავაერთიანებთ აუცილებლად ქართველ ერს და ბოლოს და ბოლოს ვაღირსებთ იმ მთავრობას, რომელსაც თავად აირჩევს ქართველი ხალხი. და ყველა ამ გაჭირების წუმპიდან და გაჭირების ჭაობიდან და ყველას დაუბრუნდება ღირსება, ყველას დაუბრუნდება ღიმილი. აი ეს მინდოდა მეთქვა, მეგობრებო, ძალიან გაბრაზებულები ვართ. ისეთ რეჟიმში ვართ გადასულები, რომ 24 საათიანი ფაქტიურად და ყველას გთხოვთ, ჩვენ 3-4 დღით ადრე გაგაგებინებთ. 17 მაისს თბილისში გვექნება ძალიან სერიოზული გამოსვლა. მადლობთ ყურადღებისთვის და გელოდებით ყველას.